ბავშვებო, ახლა მე გადავიღე ნახევარფინალში ვარ. ვილიან არსენალს ვეჭიბრები და არ ვიცი თუ მოვაგებ. დაგიბრუნდებით სულ მალე. დაგიბრუნდით და აგერე 2-2 თავიდან დორტმუნდმა წააგო ბენფიკასთან. დორტმუნდმა 2-1 თავიდან ბენფიკამ მოაგო 2-3 დორტმუნდი და 2-2 დამთავრდა. მე და ის 1-1 სხვაობით მოაგო დორტმუნდმა რა თქმა უნდა ფენიკამ მოაგო დორტმუნდს 3-2 რა. აქ რა ქვია ბაიერნი და ის რომ არის ლომბარდია ბაიერნმა პირველი ლომბარდიას მოუგო და ლომბარდია მოუგო მერე ბაიერნს 3-0. აქ თავიდან PSG ლივერპული იყო PSG მაქვია ვილიანს 3-0 მოუგო და მერე 5-0 მოუგო. ეს PSG მე ვარ. არსენალმა რეალს 1-0 მოუგო და მერე 2-0 და 1-5 სხვაობით მოუგო და ახლა ნახევარფინალში PSG მოუგო არსენალს 3-0 და მეორე თამაში არ ვიცი და აქ ლომბარდიამ მოუგო. აქ ლომბარდიამ არ ვიცი რა ქნა რა 1-0 მოუგო. ბენფიკას თუ რაღაცას მოუგო 1-0 და მეორე თამაში ახლა მეგობრებო ვნახავთ მეორე თამაში როგორ წავა ჩვენი საქმე. არსენალს მოუგებთ თუ არა მეორე თამაში. წავდით. რა თქმა უნდა დღეს ვიგებთ თამას და ფინალში გავდივართ და ჩემპიონთა ლიგას სრულად დავდეთ, როდესაც ჩვენ გავავწერები ბევრი ჯაყელები. დაიწყო არსენალი PSG. არსენალი პარიზი 1-0. არსენალი პარიზი თამაშობს ბავშვები და მეგობრები. და ხარებია რაღაცა მატლი იყო თუ რაღაცა და არსენალმა ფოტოგრაფია დავიწყო. საურამოში დემბელე კვარაცხელიან აიჩო მეგობრებო და დავიწყო. ფინალის ვიდეო გადავიღო და Fabiano Ruiz და ცოტა გოლს აიტანდა. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხით მეგობრებო. ახლა არაზუსტა დამატებული აღწერილი თამას 0-0 ჯერჯერობით. ხო თავიდან გუშინ წინანდელი თამაში არ გადამიღია და იმიტომ რომ თქვენი მოტივაცია არ მომეცით და ჩემი ვისკენ რა. ეს თუნდაც ვიდეო დავდო მე. ასე დავაწერა პირველი ეპიზოდი, მეორე ეპიზოდი და საურამში შეტევაში მიდის. კვარაცხელია. დემბელე აფსაჩი. კანანი ქონდა რა მთლიანი. საურამში და მეგობრებო, გინდათ რომ ამის
ფინალის ეპიზოდი დაუდო ავიყვანოთ 5000 ლაიქს. მორჩა პირველი ტაიმი მეგობრებო და დაგიბრუნდებით მეორე ტაიმში. დაგიბრუნდით მეგობრებო და დავიწყეთ მეორე ტაიმის თამაში. ჰაკიმ ძალიან კარგად თამაშობს ჰაკიმი დემბელე. ჰაკიმი რანაირად გადაუშვა ხლაუძე. რაღაცა ხარვეზები ახმასთან მიკროფონთან. გათხოვე. ალეთ კიბათან. დააუზე ჯიმი. აჩო როუზა მეგობრებო ჩემი აზრით იმ ახალფინალში ლომბარდია ჯოანოვი შეცვლება ზემის და ლომბარდია მე მგონდა ლომბარდია და ის გავა ფინალში ასეთი და ლომბარდია იქნება ფინალში საურა მოსერია დაატალდა ძალიან სახიფათო შეტევა იყო კარგად მიტევენ არსენალი კარგად მიტევენ და ცოტა გააცემა გოლს 3 ტანები მაგრამ უფრო მაგარი დემბელე ეს კვარაცხელია მყავს აფსაიდი არა სამი დროზე მაინც ვიგებთ გვერდზე რა აკვირდით არსენალის გვერდზე რომ არსონმა წერა და იმის გვერდზე 3-0-ია უშ წინა თამაში მოგე მაგის 3 და მეგობრებო ჩვენ გავედით ფინალში ნახოთ აბა გავიდა ფინალში რა თქმა უნდა თუი და ფუტბოლზე მოხდა ლომბარდია გავიდა შეცვლაში ფინალურ ეტაპს გადავიღებ 5000 ლაიქზე ნახვამდის მეგობრებო და ლაიქეთ ვიდეო გაფრთხილებთ და გამოიწერეთ არხი